როდის გადაეცემა ბათუმის ბულვარი ადგილობრივ თვითმმართველობას თემა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზეც აქტუალური იყო. ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი კირთაძემ გადაცემის პროცედურისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვა. მერის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსმა ეგარსლან ლომაძემ კი განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ქონების ინვენტარიზაცია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, ბათუმის საკრებულომ 24 აპრილს დაამტკიცა დადგენილება, რომლის თანახმადაც ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის ბულვარი თვითმმართველობას უნდა დაუბრუნოს, თუმცა ეკონომიკის მინისტრის ბოლო განცხადებების თანახმად უწყება ამ მოწვევის საკრებულოსთვის ტერიტორიის გადაცემას არაპირებს. დავით ბალაძე 2 თვის წინ ამბობდა, რომ თვითმმართველობა ბულვარის მის საკუთრებაში არსებულ ნაწილსაც ვერ უვლის. ყველანაირი ლოგიკით წარმოებაც უნდა იყოს დამთავრებული და ბათუმის ბულვარი მართვაში უკვე თვითმმართველობას უნდა კონდეს გადმოცემული, მაგრამ დღეის მდგომარეობითაც რა თქმა უნდა არ არის გადმოცემული, იმიტომ რომ ირაკლი ჩავლეიშვილს, გიორგი ერმაკოვს და სხვებს როგორც ჩანს, არ ვიცი როგორ შეაშინეს, მაგრამ შეაშინეს და უთხრეს, რომ ამ თემაზე მეორჯერ მათ ხმა აღარ ამოეყოთ. ფაქტი არის დღეს ნათელი, რომ ალბათ იგივე სამსახურის უფროს ასევე უსმედით, როცა მას თხოვე, რომ ერთი წინააღმდება მაჩვენონ დაწერილი, სადაც მე დავინახავდი, რომ მიმდინარეობდა რაღაც გადმოცემის პროცედურა, ხმას არ ამოვიღებ და კი ბატონო, ვიტყოდი, რომ ამას დაჭირდებოდა ძალიან დიდი დრო. რა თქმა უნდა, მათ ასე ჩანაწერი არ აქვს. წყალწაღებულიო ხავს ეკიდებოდა ისე ამათ საქმე. შოუს გამენ, თორე არა სერიოზული პრობლემებით რო იყვნენ დაკავებული, მაშინ რა გვიხეს. საქმის წარმოებაზე მე მოაწერე ხელი, რომ დაწყებულიყო, თუმცა თავიზოზე თქვენ ესწებოდით იმ სწავლას, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, მე ვთქვი, რომ ეხლა არის სეზონი და წარმოუდგენელია ახლა შუა სეზონში მოხდეს ბულვარის გადაცემა. დანარჩენი არის პროცედურული საკითხი. უნდა მოხდეს ინვენტარიზაცია, უნდა მოხდეს ეკონომიკის სამინისტრო და თვითმმართველობის შორის შეთანხმება და პროცედურაში როგორც არის გაწეული, ისე მოხდება გადაცემა.